წყლის ჭიქაში თითო წვეთი რომას ხაჭიქა აივსება. წყალი ნელ-ნელა ჭიქის პირს მიუახლოვდება. ბოლოს რომელიღაც ერთი წვეთი კიდეს გადმოლახავს და წყალი ჭიქიდან გადმოიღრება. საბჭოთა კავშირის დაშლასაც სავარაუდოდ მრავალი მიზეზი ჰქონდა. ამ მიზეზებიდან რომელიღაც ერთი გადამწყვეტი წვეთი აღმოჩნდა და ქვეყანამაც ნგრევა დაიწყო. შეიძლება ეს მიზეზები საბჭოთა კავშირის ბინადრების თავებში წიგნებისა და ვიდეოფილმების საშუალებით მოხდა, რომელზეც ჩაკეტილი ქვეყნის უმცირესობას მიუწვდებოდა ხელი. Добрый вечер, товарищи. Добрый вечер. არც ისე შორეულ წარსულში ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო რამდენიმე მედია საშუალება იყო. ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა სახით მიეწოდებოდა მაყურებელს, მსმენელს ან მკითხველს. კიდევ იყო წიგნები. ზოგჯერ ხელით აკინძული ან საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი, ან სულაც ხელით გადაწერილი. წიგნები, რომელიც ერთ ღამეში უნდა წაგიკითხა, ვინაიდან საკუთარ რიგს სხვებიც ელოდებოდნენ. მოკლედ საბჭოთა კავშირში ინფორმაციის მიღება ძალიან რთული იყო, თუმცა სულ მცირე ინფორმაცია მათ შეძლო საზოგადოება სასარგებლო ცვლილებამდე მიიყვანა. ეს არის ნაწყვეტი სანდრო ასათიანის სტადიიდან ინსპირაცია ცვლილებებისთვის. მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღებას შეუძლია რადიკალური ცვლილებები მოახდინოს ადამიანის ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაში. 21 საუკუნე. ინტერნეტ ეპოქა ინფორმაციის მოპოვების შეუზღუდავ შესაძლებლობებს იძლევა. ფაქტიურად ხო საქართველოში ინტერნეტი შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ განვითარებულია. შეიძლება რეგიონებში ყველას არ აქვს ხო, მაგრამ ერთი ადგილი მაინც არის, თქო, შეიძლება სკოლა იყოს, სადაც ინტერნეტი აქვს. დღევანდელ დღეს, დღევანდელ ახალგაზრდას უამრავი საშუალება აქვს, რომ შეიტყოს მსოფლიოს შესახებ. პრინციპში ცხოვრობდეს საქართველოში თუნდაც სადმე რეგიონში და წარმოდგენა შეექმნას რომელიმე ქალაქის შესახებ, რომელიც მისგან ძალიან შორს არის, ან არ ვიცი, რაღაც ადგილის შესახებ, ან მეგობრები გაიჩინოს უცხოეთში და ისეთივე ახლო მეგობარი იყოს და ისევე მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს, როგორც თქვათ ადამიანთან, რომელიც გვერდზე ქალაქში ცხოვრობს, ან თუნდაც რამდენიმე სახლით დაშორებულია მისგან. ვასწავლით ბავშვებს, თქვათ, ინტერნეტის ეფექტურ გამოყენებას, ანუ ვეუბნებოდით, რომ ეს თქვათ Facebook-ი მარტო გასართობი არ არის. ეს არის საკომუნიკაციო საშუალება. თუ რაღაც არის, რაც შენ გაინტერესებს, ვიღაც სხვას გაუზიარო. აი, გაიშლა ადამიანი ტიპს ბერნესლი, რომელმაც 1999 წელს ჩათვალა, რომ რაღა უგზავნოთ ეს ფაილები. თუ მე ვთვლი, რომ საინტერესოა, მოდი ამას ინტერნეტში დავდებ. ხო? და აი ამან ფაქტურად ეს ხაზები წაშალა. ეფექტური გამოყენება ის არის, რომ ადამიანი შეიძლება რეგიონში ცხოვრობდეს და მსოფლიოს უდიდეს ბიბლიოთეკიდან რაღაც ინფორმაცია ამოიღოს და თუნდაც სადაც მსოფლიოს მეორე კუთხეში იპოვოს მისი რეგიონის შესახებ, ან იმ საკითხის შესახებ, რომელიც მაინც აინტერესებს ინფორმაცია. ეს ერთი, რომ შეგვიძლია რაღაც ინფორმაცია ავიღოთ. ეფექტური გამოყენების მეორე მხარე ეს არის, რომ ნებისმიერ ადამიანს დღეს აქვს საშუალება, რომ შექმნას თავისი საკომუნიკაციო არხი. ხო, ანუ არხების ფრაგმენტირება ხდება, ადრე თუ მხოლოდ მედიას შეეძლო ინფორმაციის გავრცელება. დღეს კიდე შეგვიძლია მოყვე ამბავი ფოტოთი, შეგვიძლია მოყვე ამბავი ვიდეოთი, შეიძლება აუდიოთი, ხო და ვიღაცას რაღაცა ფაილი გავგზავნო ინტერნეტში დადო. და შესაბამისად თუ ეს შენი მოყოლილი ამბავი საინტერესო აღმოჩნდა, ხო, შეიძლება უზარმაზარი აუდიტორია მოაგროვო, რაც ადრე შეუძლებელი იყო. ადამიანს ხო შეიძლება თქვათ რაღაცა მოშორებული იყოს ყოველგვარ ცენტრს, ხო, თავის ცხოვრობდეს, მაგრამ მას თუ ინტერნეტი აქვს, უკვე აქვს წვდომა ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადთან. დედაქალაქში, დიდ ქალაქებში ბავშვებს ისეთ ბევრი გასართობი აქვს, ხო? და აი ადამიანი რომელიც რეგიონში ცხოვრობს და ნაკლები გასართობი აქვს, შეიძლება მეტი დრო დაუთმოს, თქვათ, რაღაცა თვითგანათლებას და თვითგანათლებისთვის კიდე უზარმაზარი პოტენციალი. როცა ადამიანი იცნობს სხვა სამყაროს, ხო, ხანდახან უჩნდება სურვილი, რომ ის რაც სხვაგან ხდება, კარგია და მოწონს, იყოს თქვათ იქაც სადაც ის ცხოვრობს. და ჩვენ არ ვიცით თქვათ როგორი იქნება საქართველოს თუნდაც რეგიონები 20-30 წლის მერე, როცა ის ადამიანები, რომლებიც დღეს პატარები არიან, შემდეგ გახდებიან თქვათ ისეთ ასაკში იქნებიან, როცა შეიძლებათ რაღაც ცვლილებების განხორციელება.
ქვემო ქართლის რეგიონში, წალკის რაიონში მდებარეობს. საქართველოში ბედიანი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ინტერნეტის პრობლემა რეალურად დგას. დაბა ბედიანში სკოლაში გვაქვს ინტერნეტი, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია. სწავლობენ უტარდებათ ინფორმატიკის გაკვეთილები და ინტერნეტთანაც აქვთ წვდომა, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ნებისმიერ საგანში მე პირადად მაგალითად ისტორიას ვასწავლი და ისტორიაშიც გაკვეთილებს ვაძლევთ, ისეთი დავალებები აქვს, როდესაც უნდა მოამზადონ გაკვეთილები ინტერნეტის დახმარებით. და ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ვერ ახერხებენ საშინაო დავალების სრულყოფილად შესრულებას, იმიტომ რომ არ მიუწვდებათ ხელი ინტერნეტზე, სახლში ოჯახებში არ აქვთ ინტერნეტი, იმიტომ რომ აქ შესაძლებელია რომ გქონდეს ინტერნეტი, ანუ მოდემები სხვადასხვა სატელეფონო კომპანიებს აქვთ ეს მომსახურება, თუმცა საკმაოდ ძვირი ჯდება და ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ იყიდოს ინტერნეტი გქონდეს და ბავშვებისთვის თავისუფალი წვდომა, ბავშვებს გქონდეს თავისუფალი წვდომა ინტერნეტზე. ინტერნეტში ვნახე ბევრი კურიოზული ამბები, შეიძლება ანეკდოტებიც და შემდეგ ეს მეგობრებს მოვყევი და ძალიან გვისიამოვნია ამით. ძალიან მხიარული ყოფილა. ვთქვათ, რა ხდება სამყაროში, მსოფლიო შემიძლია ეგრევე გავიგო რა, ჩავწერ და ძალიან მომეწონა. ინტერნეტში ნახე სხვადასხვა ქალაქი და სხვადასხვა შენობები და მათი კულტურა, რაც აქამდე არ მინახავს. ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მარტო თქვა დავალებების შესრულებისთვის, არამედ უამრავი ინფორმაცია შეუძლიათ ბავშვებს მიიღონ, არა მარტო ბავშვებს, რა თქმა უნდა, ინტერნეტის საშუალებით, თუნდაც აი გაკვეთილის ჩატარების დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი უარავი კითხვა უჩნდებათ ბავშვებს, რომელზე შეიძლება ხანდახან მეც არ მაქვს ხოლმე პასუხი და იქვე უცბად ინტერნეტის დახმარებით პრინციპში თითქმის ნებისმიერ კითხვაზე ვახერხებთ პასუხის მოძიებას სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. როცა ინტერნეტი მაქვს ყოველთვის, ანუ მაქვს სურვილი და შევდივარ და უსმენ ჩემთვის სასურველ მუსიკებს. რეპის მოყვარული ვარ. განსაკუთრებით ემინემს უსმენ და Snoop Dogg-ს. ბევრს უდევს ვიდეო, ვთქვათ, Facebook-ზე, მაგრამ მე ვერ ავტკითავ ვიდეოს, იმიტომ რომ ვერც უყურებ. უფრო მაინტერესებს სხვადასხვა ხელნაკეთობების მოძებნა, ანუ როგორ იკეთება ეს თუ ის რაღაცა. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ როდესაც ქალაქიდან ხარ ძალიან დაშორებული, შეიძლება გარკვეულ ინფორმაციაზე ხელი მიგიწვდებოდეს, თქვა შეიძლება მეგობარმა, ნათესავმა, მასწავლებელმა რაღაც გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოს, თუმცა როდესაც შენ თვითონ გაქვს იმის საშუალება, რომ შეხვიდე ვიზუალურად ხო ის რაც თქვა ვიღაცისგან მონაყოლით იცი, ალბათ ძალიან საინტერესო იქნება და თან არა მარტო თქვა ფოტომასალა, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ქალაქზე, ქვეყანაზე, საზოგადოებაზე, სხვადასხვა შეიძლება ხალხების სხვადასხვა ტომებზე შეგიძლია უამრავი ფილმი, დოკუმენტური ან სხვადასხვა კლიპები ნახო და ათვალიერო და ფაქტიურად ხელშესახები გახადო ის ყველაფერი, რაც მხოლოდ თეორიულად გაქვს გარკვეული ინფორმაცია ამა თუ იმ თემაზე და ესეც არის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მუდმივად რომ მქონდეს სწრაფი ულიმიტო ინტერნეტი, გავიგებდი ბევრ სასიამოვნო ამბებს. მათ შორის შევასრულებდი ჩემ დავალებებს, რომელიც მოცემული მაქვს სკოლაში. ანუ მე ძალიან მაინტერესებს სპორტი და შევძლებდი ჩემ საყვარელ ფეხბურთელებზე ბევრი ინფორმაციის გაგებას და შესაბამისად ლაივში უყურებდი ფეხბურთს. მუდმივი ინტერნეტი რომ მქონოდა, ფილმებს უყურებდი, სხვადასხვა მუსიკებს გადავწერდი და ვიდეოებს. კი, მე მგონია რომ ჩემი განათლებისთვის ეს არის კაი.